გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, უკვე 15 საათი და 10 წუთი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ძველი ქალაქის ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ გრიფით საჯარო და მისი დღევანდელი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ქუთაისის სახელმწიფო წრეებში არსებული კორუფციული გარიგებები და იმ დოკუმენტების საჯაროდ გამოტანა, რომლის შესახებ, რა თქმა უნდა, წლების მანძილზე დუმდა სააკაშვილის გუნდი, თუმცა არასამთავრობო სექტორი იგივე ამ წლების განმავლობაში აქტიური მონიტორინგის რეჟიმში ყველა დახარჯულ თეთრს მაქსიმალური სიზუსტით აღნუსხავდა. მე აქვე უნდა დავსწინო, რომ არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა მსგავსი პროექტები, რაც გულისხმობს ბიუჯეტის მონიტორინგს, თუმცა მასშტაბური ანალიზი ამ დრომდე ნაკლებად თუ გვიხილავს. დღეს გადაცემაში მონაწილეობას იღებენ კოალიცია გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის წევრები ქალბატონი მარინა მანეგაძე და აბადონი ზურაბ ხურციძე. მათი ინიციატივით უკვე 2 თვეა მუშავდება მასალები და კოალიცია აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში. მე მივესალმები ჩემს სტუმრებს და დავიწყოთ ბატონო ზურაბ თქვენგან კონკრეტულად რა იყო წინაპირობა, რა იყო ის მიზეზები, რომ მსგავს პროექტზე გემუშავად მონიტორინგის რეჟიმში აგეხწერათ თითოეული თეთრი, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ხარჯავს და რა იყო თავარი თვითმიზანი, გამოაშკარავება კონკრეტული ადამიანების თუ იმ კორუფციული სქემების, რომელიც დღემდე დახურულია. მენელებს მოგესალმებით. სწორად დაიწყე თავიდან საუბარი, რომ რამოდენიმე ორგანიზაცია ხშირად ახორციელებენ ქუთაისის თვითმმართველობაში ამა თუ იმ სფეროში მონიტორინგს, ზოგი დაფინანსებით, ზოგი დაუფინანსებლად, თუმცა აი ეს ისეთი აჟიოტაჟი არ ატეხილა ჯერ, რომ რაღაცა იმას ენახა. ყოველთვის ეს მონიტორინგი შემოიფარგლება მცირეოდენი აი ლოიალური რეკომენდაციებით, რომელიც ფაქტურად არაფრის მომცემი არაა და თვითმმართველობა ძალიან კარგად ღებულობს ამ ლოიალურ რეკომენდაციებს. ანუ შეიძლება აქ ამ მომენტში დაუშვათ ის ეჭვით, რომ მსგავსი ტიპის პროექტები, მსგავსი სახით მომუშავე ორგანიზაციები ერთგვარ გარიგებაზე მიდიან. გარიგებაზე არ მიდიან, უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს ის პროექტი, ხელფასი მიიღოს, დონორს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მან მოამზადა რეკომენდაციები ითანამშრომლა თვითმმართველობასთან, შესთავაზა თვითმმართველობას ნაწილობრივ გაითვალისწინა, ეს ძალიან კარგია, თუმცა მონიტორინგის ჩაღრმება სადღაც წლების განმავლობაში ყველა ორგანიზაცია ერიდება და ალბათ თვითონ იციან იმ ორგანიზაციებმა, ვინც ახორციელებს დღესაც შეიძლება მონიტორინგს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისას და მისი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცესს და ალბათ არც უნდა გაუკვირდეს თუ კარგად ახორციელებს მონიტორინგს რა მასალები ჩვენ ვნახეთ და რატომ ვერ ნახულობს ამას სხვა ორგანიზაციები. ანუ რა წინაპირობა გქონდათ? ფაქტურად ჩვენ წლების განმავლობაში ალბათ ტელემაყურებლებმა რადიო მსმენელებმაც იცის, ჩვენ ვახორციელებთ სისტემატურ მონიტორინგს დაფინანსების გარეშე, დაფინანსება როცა გვაქვს მაშინას და ძირითადად ჩვენი მიერ ჩატარებული მონიტორინგს ყოველთვის რაღაც სკანდალური განცხადებები მოყვება, რაღაცას ვნახულობთ. დარღვევებს ბიუჯეტში. ამჯერად ჩვენ პროექტი არ აქვს მონიტორინგის, რაც ფაქტურად შეიძლება საწყენიც იყოს, რადგან ყველაფერს დაფინანსები ჭირდება მონიტორინგის პროცესსაც, თუმცა ჩვენ ენთუზიაზმით მაინც შევძელით ამის გაკეთება. რამ განაპირობა ფაქტურად ამ გვაფიქრებინა კოალიციის შექმნა. აი ვახსენეთ თითოეულ ორგანიზაცია რაღაც შეიძლება გულით უნდათ გაკეთება, რეკომენდაციას აწვდის თვითმმართველობას, თუმცა მაინც ერთი ორგანიზაცია და იმდენი გავლენა არ აქვს ამ შემთხვევაში თვითმმართველობას. ჩვენ ეს ვიფიქრეთ და მივიჩნიეთ, რომ რაც უფრო მეტი ვიქნებთ ორგანიზაციები, უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენის საშუალება გვექნება. და მაინც მიზეზი ის იყო, რომ 2013 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაიგეგმა, პირადად მე მთელი ამ ციკლის განმავლობაში ვიყავი ჩართული შედგენის მომენტში, მისი განხილვების მომენტში, ბოლოს ისაგრებულოში წარდგენილი საბოლოო ვარიანტის ბიუროზე განხილვის პროცესში და თვითონ საგრებულოს დამტკიცების პროცესშიც.
აი განხილვების პროცესში როცა დაევინახეთ რომ ბიუჯეტი როგორ ამუხლებისგან შედგებოდა და რა თანხები იყო გათვალისწინებული, მივიჩნიეთ რომ ეს იყო 2013 წელს რაღაც მოსალოდნელი საარჩევნო კამპანიისათვის მზადება, რადგან არ შეიძლებოდა ისეთი თანხები ჩადება ბიუჯეტში, რაც დავინახეთ. მიუხედავად ბატონო ზურაბ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის რომ ეს ბიუჯეტი გარკვეულწილად რაღაც საბოტაჟის ნიშნებსაც კი შეიცავს თითქოს იმდენად შემცირებულია აქ სოციალური ორიენტაცია სოციალური პაკეტი და მაგით ცალკე ვისაუბროთ და ბუნებრივია ეს გამოიწვევს მოსახლეობაში უკმაყოფილებას კი მაგით ცალკე ვისაუბროთ თუმცა საბოტაჟზე ვსაუბრობთ ვიტყვით იმას რომ ჯერ კიდევ ქუთაისის საკრებულოში იმიტომ რომ ვსაუბრობთ ჩვენს ქალაქზე და ცხადია მისი ბიუჯეტის განხილვა შევეცდებით ჯერ კიდევ უმრავლესობა ნაცმოძრაობა ფლობს ამ შემთხვევაში როდესაც საბოტაჟზე საუბრობთ ქალბატონო მანანა ალბათ ფიქრობთ რომ ახალ ხელისუფლებას რა თქმა უნდა დაუტოვა ნაღმის სახით 2013 წლის ბიუჯეტი ქუთაისის ეს იჩეს აუცილებლად თავს და უბრალოდ მე რატო ვამბობ რომ ეს არის საარჩევნოდ გათვლილი ბიუჯეტი 2012 წელს დავბრუნდეთ ცოტა უკან 2010 წელს იყო პროგრამა კორპუსის ფარგლებში 124 კოორდინატორი დანიშნული, რომელსაც ფუნქციას ერთად არ გააჩნია და ხელფასებულოს ბიუჯეტიდან. რადგან იმ წელს არსებობდა ეს პროგრამა კორპუსის შემადგენლები პროგრამა კორპუსი ეს არის გადანაწილებული კოორდინატორები და მიკროკოორდინატორები, რომლებსაც განკუთვნილი ხელფასი ეძებოდა და პარტია ესენი იღბავდა მაცაკნიებას. თვითონ კორპუსს გააჩნია რამოდენიმე 10-15 თანამშრომელი შეგნით, ვინც მუშაობს და ეს კოორდინატორები ვინც არის, როგორც საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა მერაბ ბარათაშვილმა ბრძანა ეს კოორდინატორების ფუნქცია არის რომ მოსახლეობას ამხანაგობის თავმჯდომარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კორპუსის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ. თუმცა დაავიწყდათ რომ ამისთვის არსებობს ტელევიზია, არსებობს რადიო და ტელევიზიისათვის 80,000 ლარი იყო ჩადებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირებულება ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად. გარდა ამისა, მრავალბინიან სახლებს ყავს ასევე არსებობს გარდა ამისა მუნიციპალიტეტი კონკრეტული ტერიტორია არსებობს მრავალბინიან სახლებში ბატონო ამხანაგობის თავმჯდომარეები რომლებიც კანონის შესაბამისად არიან და გაცილებით მეტი უფლებები აქვთ ვიდრე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებს. რადგან მათ უკან კანონით გაზა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები ამ შემთხვევაში არიან მერის ბრძანებით დანიშნული ხალხი. თუმცა იგივე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ბატონო ზურა ფინანსდებიან ჩვენი ბიუჯეტით და მათი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ არის კოორდინაცია მოსახლეობასთან და ინფორმირებულობა მოსახლეობის. გარდა ამისა, მათთვის ტერიტორიული ერთეულებში მათთვის ტერიტორიული ერთეულებში ფაქტურად არსებობს 14 თანამშრომელი ისინი სუფუნქციო და იქაც გაბერილი შტატი ეგრეთ წოდებული მომატებული გაზრდილი ამ შემთხვევაში გაზრდილი შტატი ნაცმოძრაობისთვის ხო რადგან ესე იგი ქალაქის მიერ ეხამუშა ბატონ ბესიკ ბრეგაძეს გაბერილი შტატი რო ვახსენეთ და მის გასაგონად ყოველთვის ვიძახი რომ გაზრდილი შტატი ბატონო ბესიკა ხო ფაქტურად ამ შემთხვევაში ფუნქცია გაწერილი ფუნქცია არ აქვს კოორდინატორებს. საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დროს ვერცერთმა საკრებულოს წევრმა ვერ დამისაბუთა ამ კოორდინატორების საჭიროება. გარდა იმისა, რაც თქვი. ვერცერთი რა არის ფიქსირებული? თუ 125 კოორდინატორს 200 ლარზე გავამბრავლებთ თვეში და გავამბრავლებთ 12 თვეზე, ეს სოლიდური თანხა არის, რომელიც ფაქტურად არავის არ უნდა მიეცეს წყვილა სამუშაო შესრულებისათვის უნდა მიეცეს ანაზღაურება ნებისმიერ ადამიანს თუ კიდევ დავუმატებთ იმ ეგრეთ წოდებულ სიკეთეს როდესაც ხდება მათი რაღაც სასწავლების ობიექტში შეყვანა ისეთი გრანდიოზული ეს უკვე სუფრების გადახდა მე სამსახელ ფოტოებს ნახულობ კიდევ სოციალურ ქსელებში როდესაც კოორდინატორები და მიკროკოორდინატორები სახელმწიფო წრეებთან გადაღებულ სურათებით ძალიან იწონებენ თავს მაშინ მოვჭეთ ერთი რომ გარდა ამისა დამატებული იყო გაზრდილი სასტატუ ერთეული მერიაში
ყველა საგრებულოს წევრს თითქმის, უმრავლესობას ამ შემთხვევაში მიყვანილი ყავთ თავისი ოჯახის წევრები, დასაქმებული აი იქნებ დამისახელოთ რა. ბატონ მერა ვარათაშვილს ბატონო 2 შვილი და მეუღლე ყველა მერიაში მუშაობს და ესა. ასეთი ბევრი ეხლა ყველას გვადასახელეთ ეხლა საგრებულოს წევრებსაც არ ვიცნობ და ერთი ფაქტი გითხარით. გამოგვექნა სიას ხოთაშორის არ წარმომეღია ესია მეც ამაქვს Facebook-ზე დევს რომელი საგრებულოს წევრი რომელი მერიის თანამშრომელი თანამდებობის პირი ვის ლობირებს და ვინ ყავთ მოყვანილი ერთი ფაქტია სიასთან მიმართებაში უნდა ვთქვა მე როგორც ჟურნალისტმა მაგალითად ამ შემთხვევაში უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია სიასთან მიმართებაში თქვენ ალბათ ხედველობაში გყავთ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მიერ გამოქვეყნებული სია ეს ბოლო პერიოდში რო კოჰაბიტაციურ რეჟიმში გადაიყვანა მერია თენგიზტოფურიძე ის ადამიანები რომლებიც მის მიერ არის მიღებული მათზე რატომღაც წერია რომ კონკურსის და შიდა კონკურსის შერჩევის წესით მოხდა ანუ ამ შემთხვევაში იცით რა მე საუბარი მაქვს თუ პასუხისმგებლობის აღებაზე არის საუბარი ყველა ადამიანმა თანაბრად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მიყვანილი არ შეიძლება იყოს მხოლოდ კონკურსის წესით და დაუშვათ სხვა ლობირებდეს მე Facebook-ზე ან საკრებულოს თავმჯდომარე ან რომელიმე ფრაქციის ხელმძღვანელი მე ის Facebook-ზე უბრალოდ ჩატაობდით ჯონი ცალიათ მაგისტრის ბანოზურა ცალია როგორ აღამე ჯონი ჯინიანი ასეთი ჯონი ჯინიანის ნიკით არის შემოსული პიროვნება და ძალიან აინტერესებდა ეს სფერო და უბრალოდ იგივე გამიმეორა ბატონ თენგიზტოფურიძესთან დაკავშირებით თუმცა მე მიმაჩნია მე მივესალმები ჩემ ინტერესებში შედის თენგიზტოფურიძეს მსგავსად სხვა ჩინოვნიკის რომ ადგებოდეს this is დაასახელებდეს ვიღაცებს მათ შორის თენგიზტოფურიძეს მიუხედავად იმისა რომ დაგვიანებულია დღეს პირადად ჩემი გადასახედიდან თენგიზტოფურიძეს მსგავსებები ხო არა იყოს დაგვიანებული არასოდეს არ არის ყველა ჩემთვის ყველა ინფორმაცია არის საჭირო ამ შემთხვევაში საზოგადოებისათვის და ნეტავ ძალიან ბევრი ასეთი გამოჩნდებოდეს ვინც ფაქტურად ერთმანეთს დაასახელებდეს და ფაქტურად იტყოდეს რომ ჩვენ მოვინანიებთ და კარგი ბიჭები ვიქნებით ეს ჩემთვის მისაღები ფორმა არის რომ ყველამ თქვას ერთმანეთზე საზოგადოებისათვის არ მისაღები. ბატონო მარინა მე თქვენთან ძალიან პატარა კომენტარია დაკავშირებით. აი პირადად ჩემთვის მიუღებელი არის თუნდაც იქ არის რამდენიმე ადამიანი რომელზეც პირდაპირ არის მითითებული რომ ისინი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი ან უშიშროების ან რამე და საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი მინაწერის გაკეთება თვლი რომ ცოტა გადაცდომა არის ბატონო მარინა მე მაინტერესებს ახლა რა შეეხება უშუალოდ იმ მასალებს ლობის როდესაც ლობირებს ვიღაცას უშიშროება უშუალოდ იმ მასალებს რომელზეც უკვე ორი თვეა გიწევთ მუშაობა რა არის ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე კაზუსური ბიუჯეტის რომელშიც თქვენ ხედავთ რომ ჯერჯერობით ნაცმოძრაობის ხილისუფლებამ რომელსაც უმრავლესობა აქვს საკრებულოში საბოტაჟის ფორმა უფრო მიცა ამ ბიუჯეტს რა დაინახეთ ყველაზე დიდი შეცდომა და არამიზნობრივი ხარჯვა. პირველ ყოვლისა ნანა მინდა ვისაუბრო ზოგადად იმ ტენდენციაზე რომელიც არსებობს. სამწუხაროდ არსებულმა რეჟიმმა უკვე ყოფილმა რეჟიმმა ძალიან მანკიერი პრაქტიკა დაამკვიდრა. ყოველი ახალი ხელისუფალი არის მძევალი და მემკვიდრე მის წინა ხელისუფალის, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ რაღაც დანაშაულებრივი ქმედებები თუ საქმიანობები. ან როდესაც მოდის იქ ახალი ხელისუფალი, რომელიც ღებულობს აი ამ მემკვიდრეობას ყოველგვარი პროტესტის გარეშე. გარკვეულ წილად ის უკვე ხდება შემადგენელი ნაწილი იმ დანაშაულისა, რომელსაც ჰქონდა წლების განმავლობაში, თუნდაც იგივე კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და ჩვენ თუ გადავხედავთ აი ბოლო წლებში ძალიან ხშირად ხდებოდა ქუთაისში ქალაქის მერის ცვლილებები, ხო? მოდიოდა თითქმის 7 თუ 8 მერის გამოცვლასაც ვერ ვასწრებდით, ფაქტიურად ისე ხდებოდა და სამწუხაროდ ყოველი მომდევნო აი იღებდა ქუთაისში ხუმრობდნენ ესე თუ გაგრძელდა ყოველი მეათე შეიძლება გახდეს ქუთაისის მერი და ჩვენც მოგვიწევს ბაღისკიდის პარლამენტარები ყოველ შემთხვევაში ამბობ. ღებულობდა ფაქტიურად მემკვიდრეობას, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობას და ნაცვლად იმისა, რომ ახალი ხელისუფალი შეეცადოს, რომ გამოსწორდეს ის ინერციით აგრძელობდა იგივე სვლას და ამ მემკვიდრეობას იღებდა
ადამიანი, რომელიც მოდიოდა საჯარო სამსახურში, რომელიც იყო იმავე იმავე საქმეც მაგაში ამ შემთხვევაში თანაგუნდელი ამიტომაც არის ის თავისუფალი. რამდენადაც მას არ უნდა ქონოდა სურვილი, რომ მას შეეცვალა რაღაც სამართლიანობის პრინციპი დაემკვიდრებინა, ის მძევალი იყო ფაქტორად გუნდის. თუნდაც დღევანდელ პირობებზე მემკვიდრეობის სახით და რა უნდა გამოესწორებია, მაგალითად იგივე ბესიკ ბრეგაძეს, რომელმაც წინა მერისგან მემხედველობაში მყავს გიორგი თევდორაძე, რომელიც დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრია, რა მიიღო მისგან მემკვიდრეობა? მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ბატონი ბესო ბრეგაძის მიმართ, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმაზე, რომ ბესო ბრეგაძისთან პირადად მე ველოდი გაცილებით მეტ პრინციპულობას. მაგაზე მიგიბაძ თავისი პოზიციის ურყეობას რამდენადაც ბესოს ცოტა სხვა თვალით უყურებდა საზოგადოება. მან ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ის რაზეც ბატონი ზურაბი საუბრობდა, იმ არამიზნობრივ ხარჯებზე და აქ მხოლოდ ერთი ნიუანსი იყო საუბარი, მხოლოდ პროგრამა კორპუსი, აქ არის ავტოპარკი ალბათ, რომელზეც ისაუბრებს, აქ არის სარეზერვო. აი ბატონო ზურაბ, ქავადმანენა დასვა წამოჭრა ეს თემა უკვე. ანუ რისი გაკეთება ვერ შეძლო ქუთაისის ახალმა მერმა? არ ვერ კონკრეტულად შეძლებს ამ შემთხვევაში. აი პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველაფერს თავის სახელი მინდა დავარქვა. ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის დანიშვნით დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რადგან ის მოქმედებდა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო საკონკურსო წესით დანიშნული ქალაქის მერი. ანუ დარღვევით იწყება რაღაც. ამას პირდაპირ ავალებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. მაგრამ ჩვენ რეალურად ხო ვიცით რა მოხდა? მოხდა რეალურად. ეხლა რატომ მოხდა? რატომ მოხდა? ანუ რა უნდა ეკეთებია ბესიკ ბრეგაძეს? ბესიკ ბრეგაძეს უნდა ეკეთებია ის, რაც გააკეთა და იმ არჩევნების დროს დახარჯული თანხების გათეთრება უნდა მოეხდინა. 2012 წლის არჩევნებში ფაქტობრივად ძალიან ბევრი დამხმარე მასა ყავდა ნაციონალურ მოძრაობას. რომლებიც ამა თუ გზით ჩართული იყვნენ არჩევნებში, როგორც აგიტატორები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. დღეს ისე მივაჩვია ჩვენ საზოგადოება, ის თავისი იდეოლოგიით არც ერთი არ დაგიწყებს უბან და ქუჩა სიარულს თუ ვინმე არ დაპირდა მას და თანხა არ გადაუხადა. მოტივაცია ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მატერიალური მოტივაცია არის. ეს თანხა მათ გადაუხადნენ. ოღონდ პარტიას არ გადაუხდია, ნანა გადაუხადა ადგილობრივმა ბიუჯეტმა. გაიღო და რა წესით გაიღო. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან არჩევნები როგორც კი დამთავრდა, 10 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის სარეზერვო ფონდიდან მაშინ როდესაც ბიუჯეტის მუხლში დევს მატერიალური დახმარების მუხლი ასეთი, საიდანაც რომლის ფარგლებში 200 ლარის გაცემა არის შესაძლებელი მაქსიმუმ. სარეზერვო ფონდის წესის მიხედვით სხვა რამებს ითვალისწინებს და ის არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ფინანსურ დახმარებებს. სარეზერვო ფონდიდან გაცემულია დაახლოებით თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარის ფარგლებში თუ ჩავთვლით მთლიანი თანხის სიის 829 კაცის სია მაქვს ამოღებული და სადღაც 2%-ის მაქსიმუმ 3% შეიძლება იყოს მთლიანი ამ სიის რომელსაც მიღებული აქვს 300 ლარი, 250 ლარი. ძირითადი სიები 500-ანი მოსწავლეებისათვის წითელ დიპლომში რო უწერია 5-5, ასე არის 500 ლარი. ეს არის გაძლევთ იმის გეტყვით რატომ აძლევთ და ვითი ისეთი მოდური გახდა გონივრული ეჭვს გაძლევთ ქუთაისის მერმა ნაცმოძრაობის ქუთაისურ აქტივს კი ბატონო გაუთეთრება კი არა სამწუხაროდ აი ზურაბ აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ 2013 წელშიც უკვე მოასწრეს და დაახლოებით იანვრის თვეში სადღაც იანვრის თვეშიც გაცემული 18 თუ 40 ადამიანზეც გაცემულია 500 ლარიანი დახმარება სია ამოღებული რა თქმა უნდა სია ამოღებული მაქვს ვინ არიან ეს ადამიანები და შეგვიძლია მე დავუშვათ ლოგიკურად ჯაჭვს გავყვეთ და არა გეტყვით ბატონო სია ამოღებული ან მიახლოებით თუ იცით ვინ დგას მათ უკან სია ამოღებული მაქვს და ესენი არიან ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და გეტყვი რატომ. უბრალოდ აგისაბუთებ ახლა. ქუთაისის მაჟორიტარი ბიუროს ოფისიდან ბატონმა გელაგა ბადაძემ
რომელსაც მაჟორიტარის ოფისას მიმართავს მოქალაქეები დახმარებისათვის, რომლებსაც ჭირდებათ ფაქტურად იგივე 200 ლარი, 500 ლარი, რომ უჭირთ. ალბათ ბატონ გელას თუ ნახავენ, თორემ ქუთაისის მაჟორიტარი იმ ოფისში, რაც აირჩიეს. არა, ეს მეორე მხარეა. ხო, ამ შემთხვევაში ოფისი მუშაობს და ოფისში მიდის. მაჟორიტარის ოფისში ამ შემთხვევაში დაფიქსირებული არის 224 განცხადება მოქალაქეების, რომლებიც თხოვლობენ ამა თუ დახმარებებს და ასე შემდეგ. 224-ვე განცხადება, როგორც წესი, გადაგზავნილი არის მერიის სამსახურში. ქალაქის მერთან, რომ ამ ხალხსაც ჭირდება დახმარება. ამ 224 განცხადებიდან 55 განცხადებაზე საერთოდ პასუხი არავის გაუწია. დანარჩენი ყველა განცხადება არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული. რა? თუ გუბა სანიკიძეს მიმართავს მოქალაქე ქუთაისელი, იმას არ უჭირს და არ უნდა მივცეთ იგივე სარეზერვო ფონდიდან დახმარება. ანუ ადგილობრივი ბიუჯეტი ახლაც თქვენ გააკეთეთ ანალიზი და საზოგადოებას გააკეთეთ. ფაქტია, ხო? ისე ხარბით ისე პარტიულ აქტივს ინახავს. ბატონო, ფაქტია ესა გითხარით ფაქტი. თუ 245, 224 კაციდან 4 კაცი არ აღმოჩნდა ისეთი რომ შეგეცოდა და განიხილე. მაინდამაც თუ 829 აი, აქციას თუ გადახედეთ, მაინც ვისთან უფრო ახლო მდგომი ადამიანები იყვნენ. შეგიძლიათ რომ რამდენიმე ადამიანი ეხლა თვიან 829 კაცის სიის დამუშავება ცოტა ძნელია, იმიტომ სხვა რამეს ვამუშავებ კიდე, რომელსაც მოგახსენებთ, სხვა პარალელურად სხვა რეჟიმში მუშაობ. თან Facebook-ში მოწინააღმდეგე აზრის მქონეებსაც ებრძვით. კი ბატონო, არავის არ ვებრძვით, ას უზიარებ და სხვათა შორის ჩემთან არ არსებობს ვინმე რომ არ დაასრულოს საუბარი, ხმეთმა ისეთი კლავიატურით გულისხმე და არა ხვალა მოგებული. აი, ზუსტად კლავიატურის ბრძოლაზე გეუბნები, არ არსებობს ოპონენტში ჩემთან. რომ აზრი შეიძლება შეექმნეს, თუმცა არ გითხრას რომ გვერდმა გზა დაგილოსოს და ხელი მოგიმართოს კარგი ბიჭი ხარ. იმიტომ როცა ობიექტურად აფასებ ორივე მხარეს, ამ შემთხვევაში არ არსებობს იქ მესამე აზრი გაუჩნდეს. აი ჩვენს ეთერში ახლა უკვე სარეკლამო პაუზის დრო არის, რეკლამის შემდეგ რო დავბრუნდებით ძალიან მინდა კონკრეტულად ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას მსგავსი ქმედებების არსებობის დროს. კი ბატონო, პრობლემაა. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. სარეკლამო სტუდია ფრეიმი გთავაზობთ ყველა სახის სარეკლამო მომსახურებას. განათებითი რეკლამები, დიოდის, ნეონის, გარე განათების სარეკლამო აბრები, სუბუქი გადახურვები, სარეკლამო ფირნიშები და აბრები, ბანერების და სტიკერების ბეჭდვა, მისაწებებელი რეკლამა არაკალის წებადი ფირით. მისამართი: თამარ მეფის 11, გოგებაშვილის და თამარ მეფის ქუჩის კვეთასთან. ტელეფონი 0790 60 30 70. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს განახლებულ აღმაშენებლის გამზრდზე. პალმების ხეივანში, კვადრატულ მეტრს $350-დან, ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს. შეიძინე ბინა დღეს და ისარგებლე უპროცენტო განვადებით 5 წლის მანძილზე. დაგვიკავშირდით 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ბიზნეს აუარი, ბიზნესის სიახლეები, ბიზნეს გარიგებები და მათი შედეგები, ეკონომიკური მიმოხილვა, ტენდენციები და პროგნოზები, ქართულ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების ანალიზი. ბიზნეს აუარი, ყოველ შაბათს 13 საათზე. გადაცემა ბიზნეს აუარი ლელას სებუასთან ერთად. ძველი ქალაქი. არა, ესეთი იყო უკვე, ხო არ გავიმეორე. აუ არ გვინდა ეგეთი იყო მეთქი უკვე, ხო გითხარი. ძველი ქალაქი. განუმეორებელი რადიო.
გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. გრძელდება ток-შოუ გრიფით საჯარო, რომლის დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან კოალიცია გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის წევრები ქალბატონი მარინა მანაკაძე და ზურაბ ხურცი და გადაცემის თემა არის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც კოალიციის წევრებმა უფრო საბოტაჟს შეადარეს, ვიდრე ხალხთან ერთად დაგეგმილ ბიუჯეტს. ქალბატონი მარინა იქნებ ვისაუბროთ რა აშინებთ ყველაზე მეტად იყო საუბარი ასევე რომ კოალიცია მოითხოვს სადაც გაზრდილი შტატები ანუ ამ შემთხვევაში მეც რო არ გავაბრაზო მერი ბადნოზურავ გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და ვიტყვი ისეთი გაზრდი მომატებული თუ გაზრდილი შტატების ფონზე თქვენ გამოდიხართ ინიციატივით რომ მოხდეს ოპტიმიზაცია რას გულისხმობთ და კონკრეტულად რამდენი ადამიანი უნდა წავიდეს მერიიდანში და რა რაოდენობა რეალური მუშაყელი ქუთაისის მერიისთვის. ესე იგი ეს არის თემა, რომელიც გახდა გარკვეულწილად манипуლირების საგანი, თუნდაც იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ აი თუ კი საუბარი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელისუფლების ცვლილებაზე, ან თუნდაც ეს კოალიცია გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის, რომლის ძირითადი მიზანი არის სწორედაც რომ გამჭვირვალე დემოკრატიული და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჩვენი არის სწორედ ის, რომ გამომდინარე იმ არაადეკვატური რაოდენობისა, რადგანაც გაბერილი შტატები არ მოწონთ, მერიის თანამშრომლებისა, რომელიც დღეს რეალობაში არსებობს, შეიქმნას კომისია, ეს იქნება ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის კომისია, ამის პრაქტიკა არსებობს და ამის აუცილებლობა არსებობს. აი კომისიის წევრები ვინ იქნება შემადგენლობა? კომისია უნდა დაკომპლექტდეს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, პროფესიონალებისაგან უნდა დაკომპლექტდეს, ექსპერტებისაგან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც თვითმმართველობის საკითხებში ძალიან ღრმად არიან განსწავლული და ჩახეტულნი. გაქვთ საუბარი, ან რა გაქვთ დაუშვათ შემუშავებული, როგორი კრიტერიუმი და რა სტანდარტით უნდა მოხდეს შერჩევა? არსებობს ჩვენ ყოველთვის ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ამის მაგალითი, იმის მაგალითი ჩვენ წლების განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ და გვესმის, რომ აი ამ ქვეყნის მაგალითია, იმ ქვეყნის მაგალითი მართლა არსებობს ძალიან კარგი მოდელები, არსებობს ძალიან კარგი მაგალითები იმისა, რომ ეფექტური თვითმმართველობა როგორ უნდა იყოს იქ გადანაწილებული სამსახურები, სტრუქტურები, შესაბამისი გამზადებული ფორმულები არსებობს ამისა, რომელიც ქართულ რეალობაზე და ქუთაისის სინამდვილეზე შეიძლება იქნეს მორგებული. სწორედ ამისთვის არსებობს ქუთაისის სინამდვილეზე მითხარით ეფექტური თვითმმართველობა რამდენი ადამიანისგან უნდა შედგებოდეს? მე როდესაც ახლა რა ციფრი გვაქვს? ეხლა გვაქვს თუ ჩავთვლით იმ პიებს დაახლოებით 2000-მდე ავდივართ და თავად ადგილზე მოსამსახურე ვინც უშუალოდ მერიის თანამშრომლები ადგილზე შეიძლება უწოდოთ სადღაც 800-მდე არიან თუ არ ვწდები ხო ბატონო ზურაბ რაც წარმოუდგენელია როდესაც 450 და 500-მდე მივიდა მე მახსოვს წლების წინ რაოდენობა მერიის თანამშრომლებისა მაშინ ჯერ კიდევ განგაში ზარები ატყდა რომ რა ამბავია ქუთაისის მერიაში არ შეიძლება მუშაობდეს 450 ან 500 ადამიანი ხო დღეს მათი რაოდენობა გაიზარდა 800-მდე ბუნებრივია მერია არ შეიძლება იქცეს დასაქმების ბირჟად არ შეიძლება ჩვენ ადამიანები იმის გამო რომ თავის დროზე რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას რაღაც გაუკეთა მათ მერიაში მოუძებნოთ დასაქმების მიზნით ადგილი ამისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მის თანხები უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს თუნდაც იგივე სოციალური მეწარმეობის პატარა მცირე პროექტები განახორციელოს და გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს აი ამ მიმართულებით ვიდრე მერიაში გავზარდოთ საშტატო ერთეულები ეს არის უფუნქციო მე პირადად ვთვლი რომ გარკვეულწილად ეს ღირსების საკითხთანაც არის დაკავშირებული მე არ ვისურვებდი რომ სადღაც ვიყო მხოლოდ მიწერილი რომელიღაც სამსახურში თუნდაც მერია იყოს ეს და ჩემთვის სკამიც კი არ არსებობდეს იმ დაწესებულებაში რომ დავждე აღარაფერს ვამბობ სამუშაო აღწერილობაზე და ფუნქციაზე რა თქმა უნდა ახლა მიღებულობენ ხელფას ეს არის მანკიერი ეს არის მახინჯი ტრადიცია ეს არის ჩვენი განსულები დავასახელებენ ეს არის ჩვენი თანხა ეს არის თითოეული ამ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლის თანხა მაშინ მე თავიდან მეთქვი როცა შემცირდა
ფაქტიურად სოციალური პაკეტები, ნაცვლად იმისა, რომ უნდა გაზრდილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი ხელისუფლების უნდა იყოს ადამიანი. ხელისუფლება უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანზე, ზოგადად ადამიანზე ორიენტირებული, იმ საჭიროებების კვლევაზე, იმ პრობლემებზე და ჩვენ ვიცით, რამძიმე სოციალური გარემო არის ქვეყანაში. აი, ხელისუფლებას ხო ქონდა წინა წლების განმავლობაში ესეთი დამკვიდრებული პრაქტიკა ბიუჯეტი ხალხთან ერთად. რომელიც იყო აბსოლუტურად მუნიციპალიტეტების მიხედვით შეხვედრები ეწყობოდა და განიხილავდნენ. მე არ ვიცი პირადად არასოდეს. ეს იყო არც მეტი არც ნაკლები ვერ მოვხვდი და არასდროს არ მქონდა ამაზე ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს იყო პიარი, არც მეტი არც ნაკლები. ეს ჭირდებოდა იმისათვის, რომ რაც კარგად იცოდა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ არასამთავრობო სექტორიდან. მათ არაჩვეულებრივად იცოდნენ, როგორ უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. მაგრამ არ აკეთებდნენ იმას, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახერხებდნენ შეეფუთათ ეს ყველაფერი დემოკრატიის მანტიით და ეჩვენებინათ, რომ ჩვენ ბიუჯეტსაც ხალხთან ერთად განვიხილავთ. თქვენ ახლა მხედველობაში ყავთ ყოფილი ვიცე-გუბერნატორი? არა მხოლოდ რომელიც არასამთავრობოდან მოვიდა და ახლა ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდა. გიგა შუშანია ყოფილობაში. რატო გიგა შუშანია? აქტიურდა როგორც არასამთავრობო რატო გიგა შუშანია? მე ერთადერთ გიგა შუშანიას ვერ ვხედავ, თქვენ გადახედეთ რომელიც ძალიან ბევრი ადგილობრივ თვითმმართველობაში, მათ შორის გუბერნიაშიც არის მესამე სექტორიდან წასული, არასამთავრობო სექტორიდან წასული. გიგა შუშანიაზე მეტად მიუწვდებოდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, მერიაში. აი, რამდენიმე ადამიანი დამზადდა. არა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუნდაც იგივე მერაბ მეშველიანი, თუნდაც იგივე თავის დროზე გია თევდორაძე, თუნდაც იგივე თავის დროზე გივი ჯიბლაძე, ესენი ყველანი წავიდნენ არასამთავრობო სექტორიდან მივიდნენ, ხო? მას ხელისუფლებაში. მათ ძალიან კარგად იცოდნენ არასამთავრობოს ენა, იცოდნენ როგორ უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, მაგრამ აკეთებდნენ არა იმას როგორც უნდა ყოფილიყო, არამედ ფუთავდნენ ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ეს ძალიან კარგად მოგვეჩვენება, ეს იყო ყველაფერი მოჩვენებითი. ეს იყო სიცრუეზე აგებული, ამანაც მიიყვანა შედეგამდე რაც დაიდო პირველ ოქტომბერს. აი ბატონაზურა, თქვენი თვალით დანახული ის შეცდომები, რომელიც ჩაიდო და რომელიც არის, ესე ვთქვათ, ნელი მოქმედების ნაღმი ქუთაისის ბიუჯეტში. მოდი იქიდან დავიწყებ აკითხვას დავუსვით, რამდენი კაცი უნდა მუშაობდეს მერიაში. ამისი განსაზღვრა, რამდენი კაცი უნდა მუშაობდეს ძალიან ძნელია. მანამ კომისიაც ვერ შეძლებს? კომისია შეძლებს, ოღონდ კომისია მუშაობა უნდა დაიწყოს დებულებების შესწავლით. დღეს არსებობს სამსახურები, რომელთა დებულებებში არის ფუნქცია და დუბლირება. აქ ყველა დახარჯული თანხაზე დუბლირების მომენტში არამიზნობრივი ეხა უკვე კოჰაბიტაციურ რეჟიმში გადასული აპარატის უფროსი დებულებებს ყველა სამსახურის ახალი სამსახურები შეიქმნა არის არქიტექტურის სამსახური არის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური რომელიც 28 კაციანია თუ მეტი და ამ სამსახურებში თუ ჩახედავს ვინმე დებულებაში არის დუბლირება სანამ არის იქ არის დანაშაული ფაქტიურად რა ხდება სამუშაო აღწერილობა უნდა კონდეს ყველა თანამშრომელს, უნდა გაუთვალოთ 8 საათიანი სამუშაო დღე, რომლისთვისაც მან ხელფასი უნდა მიიღოს და რა სამუშაოა შესასრულებელი, ის დაიგეგმება და იმ 8 საათიან სამუშაო დღეზე რამდენი კაცი არის საჭირო, იმის ფუნქციები საიქნება გაწერილი, ამის მერე დავთვლით, თუ რამდენი არის. შეიძლება 1500 დავჭირდეს, შეიძლება 300 დავჭირდეს, შეიძლება 200 იყოს, საჭირო მეტი არა. თუ დასაქმებაზეა ლაბარაკი და ვამბობთ რომ ხალხი დავასაქმეთ ჩვენ ხელფას უხდით ეს უმუშევარ ხალხს თქვენ როგორ გონიათ ამ ხალხს რომ უთხრათ ეხლა ჩვენ რომ ჩვენ ქარხანას ვაშენებთ იმ ფულით რასაც თქვენ გიხდით აქ და იმ ქარხანაში გადმოდით იმუშავეთ თქვენ მაინც დასაქმებული იქნებით და გაცილებით მეტი ხელფასი გექნებათ თქვენ რა გონია გადმოვლენ არ გადმოვლეთ მერიაში უნდა თუ უბრალოდ სახელად რომ მერიის თანამშრომელია ის ამან დაგუპა ქვეყანა და ეს დაგუპავს კიდე. კონკრეტული შეცდომა ძალიან ისე კონკრეტული შეცდომა. ეხლა მინდა მე კონკრეტული დანაშაული გითხრა კიდევ ერთი, რაც არის პრეზიდენტის ბრძანებულება არსებობს 2000 წლის ნომერ 364, რომელიც არ შეცვლილა და ძალაშია დღესაც. ყველა სამინისტროს 300-დან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში უნდა ყავდეს მხოლოდ 6 ავტომანქანა. იგივე ბრძანებაში წერია, ამ ბრძანებულების და ამ წესის მიხედვით იხელმძღვანელოს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებმაც. ქუთაისმა უნდა იხელმძღვანელოს ამ ბრძანებულებით, სხვა დოკუმენტი მაგათ არ აქვს, ესაა პრეზიდენტის ბრძანებულება სავალდებულოდ შესასრულებელი და 6 მანქანის შენახვის ხარჯი ჰქონდათ. ფაქტიურად ქუთაისის
მერიის ბალანსზე არსებობს 37 ავტომანქანა, რომლის ხარჯებიც იწევა. გარდა ამისა, ქუთაისის მერიამ 2012 წელს, რაც ჩავიხედე და შეიძლება ადრეც იყო არ ვიცი, ხელშეკრულებით აიყვანა კიდე დამატებით დაახლოებით 90 ავტომანქანა ის მოსამსახურები, ვინც მუშაობს შიგნით. სულ დღეისათვის თვითმმართველობა ინახავს 126 ავტომანქანის ხარჯწევს. ეს არის არამიზნობრივი ხარჯი და არის სისხლის სამართლის დანაშაული ყველა ასეთი დახარჯული თანხები. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი. ეს რა ვადნაზორ, მე მახსენდება ხოლმე გარკვეული წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიას სწავლობს კონტროლის პალატა, შესულია სპეციალური ჯგუფები. მაშინ მაგასთან დაკავშირებით გეტყვით კიდე. რეალურად ამ შემოწმებებმა მაშინ იმ პერიოდისთვის ისეთი ხელშესახები ფაქტები და კონკრეტული ადამიანების დანაშაული ვერ გამოავლინა. გეტყვით, კონტროლის პალატამ დაასრულა. და იგეგმება თუ არა იგივე ქუთაისის მერიის ამ ეტაპზე შემოწმების. კონტროლის პალატამ დაასრულა 2012 წელს შემოწმება თვითმმართველობის. ეს არის 2010-2012 წლების პერიოდი დაასრულა ახლა. ფაქტურად უფრო მწვანე საფარი და ამ ტენდერებს და იჯარის გაცემებზე ამას ეხებოდა. კეთილმოწყობის სამუშაოები ზოგადად, თუმცა დეტალურად თლიანად ყველა ხარჯი არ იყო ფაქტიურად შესწავლილი. და აუდიტმა თავისი დასკვნა გადაუგზავნა ქალაქის მერს, რომ გადახედეთ და შენიშვნები თუ გექნებათ, ფაქტიურად გადმოგიგზავნე უკან. ჩვენ არა გვაქვს შენიშვნა და დავასრულე. თუმცა ჩვენ დავინტერესეთ ამ საქმით, დავიწყეთ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი, თუმცა ჩვენთან ერთად პარალელურად კვლავ დაინტერესდა იგივე აუდიტის სამსახური, კონტროლის პალატა და მიწერა ქალაქის მერიას, რომ ის ფაქტი, ანუ 88 ობიექტი არის ბოლო წლებში გაცემული იჯარით, ხო? და ამ შემთხვევაში 18 შემთხვევაში არის მხოლოდ აუქციონის წესით, ტენდერის წესით. 70 შემთხვევაში ერთმანეთთან მოლაპარაკების წესითაა გაცემული. უბრალოდ ეს კითხვა თუ ქონდა აუდიტის სამსახურს ამაცხონებულს იქვე იყო და იქ დაესვა, შემდეგ რომ გაუშვდა კითხვა. ანუ თქვენ ეჭვგეპარებათ ამ დასკვნის რეალობაში და გაცილებით მეტი შეიძლებოდა კონტროლის პალატას და ეფიქსირებინა თვითმმართველობაში. მეტი სერიოზული დარღვევები მოენახა. მე გადაწმუნებულა და გაწმუნებთ, რომ სულ მალე სხვა უწყებები შევლენ და გაცილებით მეტ სერიოზულ ფაქტებს ნახავენ. რომელი უწყების შესვლაზე გაქვთ ინფორმაცია თუ შეიძლება რომ გავაშხეროთ? უბრალოდ მე ყველა უწყების გასაგონად ვამბობ. და ცხადია რომ უკვე მიმდინარეობს. კი ბატონო, მე ყველა უწყების გასაგონად ვამბობ. ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს კიდევ მუშაობას და მოიმატებს რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, ვინც მოგმართავს, ჯერჯერობით რადგან ეს ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და შეგიძლიათ რომ გადასცეთ ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა გადავცემთ ინფორმაციას და ნებისმიერი კეთილსინდისიერი, რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურა ყველა კეთილსინდისიერია, მიიღებს ალბათ მასალაზე, მე გაცილებით უფრო ცლად. ეხლა რატომ ვამბობ, ამ 88 ობიექტზე რადგან ეჭვი გაჩნდა უკვე 70 ობიექტი ტენდერის გარეშე ჩატარდა, გაცილებით უფრო მეტი უარესი სიტუაცია დავიდახეთ ჩვენ ის გასხვისებული მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტურად ერთი 1000%-ით გავაძვირეთ მე გასხვისდა და გვაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია რომ დავუშვათ იმ ობიექტებზე, რომელიც ტენდერის გარეშე მოხდა მისი გასხვისება დავუშვათ და გაყიდვა, ამ ობიექტების მოიძიეთ თუ არა ეს ობიექტები და მათ უკან სავარაუდოდ ხო არ იცით ვინ შეიძლება იყოს? ჯერჯერობით არ მოუციათ პასუხი და ველოდებით, თუმცა სავარაუდოდ ის ხალხი მოიაზრება, ვისაც ხელეწიფებოდა ამ შემთხვევაში გუბერნიის აპარატიდან მხედველობაში, იმიტომ საკრებულო დამოუკიდებლად ვერ წყვეტ და ვერანაირ სერიოზულ საკითხს, რასაც ქონების გასხვისება გაყიდვას შეეხებოდა. გუბერნატორის აპარატი მხოლოდ და მხოლოდ ერთი. თქვენ მხედველობაში გაქვთ წინა გუბერნატორის პერიოდი? თუმცა ბოლო პერიოდშიც მოხდა მიწების გასხვისებები. საერთოდ გუბერნატორის აპარატში და ძირითადად
არა მარტო გუბერნატორი პარლამენტარებიც იყო ჩარეული და გუბერნატორების არსებობს და მის მოადგილეები და ასე შემდეგ, ხო? ახლა სახელმწიფო გყავთ ხედველობაში? ნუ ახლა კაგო ბობოხიძეზე არა მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გრიფით საჯაროში პირდაპირ საუბარი არის. კაგო ბობოხიძეზე არა მაქვს. როდის ადამიანის სახელები ჩემი კოლმეურნავის თავმჯდომარე იყო. დაგისახელებ ბატონო, მე ახლა კონკრეტული ფაქტი არა მაქვს. არა, მაგრამ ვარაუდით საზოგადოების აზრით ფაქტიურად ან მიწის გაყიდვები შეიძლება უკავშირდებოდეს გოჩა თევდორაძეს. და არა მხოლოდ მას. ეს ჯერჯერობით ვარაუდი საზოგადოების აზრს გეუბნები. როცა ჩავიხედავთ ვის აქ ნაყიდი და იმას გავყვებით იმ ძაბს შეიძლება ეს კაცი არ აღმოჩნდეს, მაგრამ სხვა აღმოჩნდეს. ისეთი აღმოჩნდეს შეიძლება სხვა თევდორაძე აღმოჩნდეს, ქალბატონი მანანა ამბობს. ანუ ხედველობაში შეიძლება ეს ყოფილი მერიც აღმოჩნდეს. კი ბატონო, არა, ჩვენ ხო არ ვიცით ვინ აღმოჩნდება. აღმოჩნდება ყოველთვის ის ჩინოვნიკი, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ქონებებზე და მიწებზე. გავლენა მოეხდინა ამათომ გადაწყვეტილებებზე, იმიტომ კომისიას, თუგიდან კომისიური წესით გაიყიდა. კომისია ხო ამათი შექმნილია. შერჩევა ხო სამსახურები ხო ამათი დაკომპლექტებულია. ძირად რჩება და მე უბრალოდ მაინტერესებს იქნებ ორივე სტუმარმა ამაზე მიპასუხოთ კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დაისვას და ვინ უნდა აგოს ჩადენილ ქმედებებზე პასუხი. დავიწყოთ ქალბატონი მანასგან და კი ბატონო, ხო მე გვადასახელებ დამასახელები ვიცი მე და ამიტომ მანამდე დროს გაძლევთ რომ მოემზადოთ კარგად გადახედოთ. პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს ბუნებრივია ნაკ ერთი კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი არის ანუ ამ ჯაჭვს რო ამ ჯაჭვს რომ გავყვებით ხო აქ მთელი ვერტიკალი არის ვინც შეიძლება მოხდეს პასუხისმგებლობის ვის მიმართაც შეიძლება დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი ანუ ის ადამიანები ვინც არიან გადაწყვეტილების მიმღებები არა ვის ხელთ არის იგივე ბიუჯეტის თანხების განკარგვა თუნდაც იგივე მიწების გაყიდვა გასხვისება იჯარით გაცემა აქ საუბარი არის სამსახურების ხელმძღვანელებზე ქალაქის მერიის პირველ პირებზე იმ ადამიანებზე ვისაც კანონის თანახმად აქვთ პასუხისმგებლობა თვითმმართველობაში თუ მმართველობაში არსებული კანონ დარღვევებთან მიმართებაში ვის დროსაც მოხდა ესა თუ ის კანონ დარღვევა დანარჩენი დასკვნა გამოიტანეთ თავად ბუნებრივია მე და თქვენ არ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა იმიტომ რომ ჩვენ არც მიწებს გავაყიდებთ და ვინმე და ვერც ბიუჯეტს გამკარგავდით იქ აქ საუბარი არის ქალაქის ხელისუფლებაზე პირველ პირებზე, იმ პირებზე, ვინც უშუალოდ განკარგავდა. თუ ეს ადამიანები ამ დრომდე ახერხებდნენ როგორმე რომ თავი დაეძვრინათ ამ მე მგონი რეალობა შეიცვალა მე რა. როგორ ხვდებით, ცხადია რომ დღეს პოლიტიკური რეალობა სხვა არის, მაგრამ რამდენად აღსრულდება სამართალი. აი ნათქვამი არის კოკა ყოველთვის ხალხს ვერ მოიტანს, შეიძლება ეგონა მავანს და მავანს რომ მარადიული იქნებოდა ის დაუსჯელობის სინდრომი და ის განუკითხაობა, რომელიც არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ შეიცვალა რეალურად აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდით მე იმედს გამოვთქვამ რომ ახალი ხელისუფლება მართლაც არ იქნება სამართალ მემკვიდრე იმ სისტემისა და იმ ნაკლოვანებებისა, რომელიც ხდებოდა თავის დროზე და წლების განმავლობაში და დღეს უკვე ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ბატონო, თქვენი შეფასებები კონკრეტული პირები გვაინტერესებს. ვის მიუძღვის ბრალი და ვინ უნდა აგოს პასუხი? მე არ შემიძლია თქვა პირდაპირ კონკრეტულად და დავასახელო ამ წუთში ქალაქის მიერ, რადგან ის ცოდვა 4 თვეა მოსულია და არ მგონია რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თუმცა მისმა წინამორბედებმა შეიძლება ვთქვათ რომ იცოდნენ და უფრო დიდი ხანი წლები მუშაობდნენ და მაგეთოთ არაფერი არ კეთდებოდა. და ფარვაც ბატონო ზურაბ გარკვეულწილად დანაშაულია. რაც შეეხება იმ საქმეს, რასაც ფინანსური მახინაცია ქვია და კონების გასხვისების ინტერესები ქვია. აქ მარტო ქალაქის მერიის გადასაწყვეტი ეს არ იყო, ამას ყველაფერს ლობირებდა საკრებულო წევრთა უმრავლესობას იმ ხალხს ყოველ შემთხვევაში ვისაც გავლენა გააჩნია, თავის ინტერესის გააჩნდა ამა თუ იმ კონების გასხვისების თუ ამა თუ იმ ტენდერის გამოცხადების პროცესში თავისი ფირმების გაყვანის და ასე შემდეგ. ქალაქის მიერ პასუხისმგებლობა არ აცდება არანაირად. თუმცა სისხლისამართლის კოდექსში არსებობს ასეთი მუხლი, თუ ის დაასახელებს უფრო მაღალი თანამდებობის პირებს და დიდი დანაშაულზე გაიყვანს გამოძიებას, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. მე არ გამორიცხავ თანამშრომლებს
წესით თუ დაითანამშრომლო და ითანამშრომლებენ. თქვენ ახსენეთ ახლა თენჯით ოფუდი რო ისიც ხომ იყო. მე რა კანონი ყველაფრის კანონია. ისიც დაიჯება. თქვენ რა გონია დაიჯება? სხვა დაიჯება. ბოლოდ აქ საუბარია რაზე? როგორ შეიმსუბუქებს საჯელს მისი თანამშრომლობა. მე საგრებულოს ვადანაშაულებ. საგრებულო არის წარმომადგენლებითი ორგანო, რომელიც ნიშნავს ქალაქის მერს და ბიუჯეტს ამტკიცებს თვითონ საგრებულო. ამათმა არის ზაკ, თორემ საგრებულო ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითონ შესაძლებელი ევროპული ქარტია, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტში, ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ და კონსტიტუციის მიერ, ჩვენ ორგანულ კანონზე დიდია. იქ წერია რომ საგრებულოს შეიძლება ყავდეს მერია, შეიძლება არა. საგრებულოა მთავარი აქ. თუმცა საგრებულოს ბევრმა წევრმა შეიძლება საგრებულოს მაგალითზე ვერ ვიტყვით მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ქუთაისის საგრებულო ყოველთვის უპრინციპოა და ყოველთვის ძალიან სუსტი. ერთ ვიტყვი მაშინ მოკლედ ძალიან ცოტა მოკლედ გეტყვით რომ წალინჯიხაში მოხდა იდეალურად გადაბარება, გამგებლის არჩევა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ესაც სამაგალითოდ იდეალური იყო 2-3 წუთში. არა ბატონო, კასპიარა. ეს იყო 2-3 წუთში მოხსენი წინამორბედებიო. დაცული იყო იქ მიდის ყველაფერი დაცული რომ კანონის და შერჩევაც მოხდა სავსებით დემოკრატიულად არანაირი პოლიტიკური შეხედვით. ამ მოდელით? თუ ამ მოდელით რა თქმა უნდა არა მარტო ქუთაისმა ყველა მუნიციპალიტეტმა და ყველა ქალაქი თუ გადაიღებს იმ მოდელითაც იქ დაიწყო დემოკრატიის შენება ამ შემთხვევაში ამ თვითმმართველობაში ეს ძალიან მისასალმებელი იქნება და ყველასთვის მისაღები იქნება. თავის დროზე ვარდების რევოლუციაც მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხიდან დაიწყო. სრულდება რადიო ძველი ქალაქის ток-შოუ გრიფით საჯარო, რომლის დღევანდელი სტუმრები იყვნენ კოალიცია გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის წევრები ქაბატონი მანინა მანაგაძე და ზურაბ ხურცძე. მადლობას მოგახსენებთ რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. ვიდრე ток-შოუ გრიფით საჯარო დასრულდება, მე ერთი ინფორმაცია მინდა გავაჟღერო, როგორც გრიფით საჯაროსთვის გახდა ცნობილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტი და ასევე ფრაქცია მაჟორიტარები დატოვა მერაბ მეშველიანმა. ეს იყო ток-შოუ გრიფით საჯარო, 1 საათის განმავლობაში თქვენთვის მუშაობდა ჟურნალისტი ნანა თვალებეიშვილი, მომავალ ხუთშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.